გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ერთი ამბავი არის ახლა ატეხილი, როგორც იქნა დასრულდა საქართველოში დასვენების დღეები და ძალიან გადაღლილი არის ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები და პატარა უნდა დაისვენონ ბაღდება ახლა დღე დაღამი მუშაობენ სამშობლოს სიყვარულში და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და პატარა კი უნდა დაისვენონ ამ ხელა დასვენებები, რა ვიცი, სოფლიოში არავის არ ქონია ამათ რო ქონდათ და დაიწყო თუ არა და ესე რომ ვთქვა სამუშაო დღეები სოფლიო როგორი არეულია და დარეულია ყველა ხედავს სანამ ძინავთ და ბიძინაზე ლოცულობენ ამ საავდგომოთ და საშობაო საახალწლოთ და საშობაოთ და გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ გუშინ როდესაც ამერიკელებმა დაატყვევეს გემი ჯერ გავრცელდა საქართველოში რა თქმა უნდა ინფორმაცია რუსული ბნელი რუსული დაჟანგული გემი დაიჭირეს და აი რა მაგრები არიან ისა რა ქვია ამერიკელები რო ამასთან ტატაშფანდური იყო ატეხილი თანდათან გახდა ცნობილი სინამდვილეში რაში არის საქმე იმაში არის რომ გემი ნამდვილად არ არის რუსული ის არის ვენესუელური გემი რომელსაც დროებითი რეგისტრაცია ჰქონდა გავლილი რუსულ პორტში ესაა და ეს ჩვეულებრივი საზღვაო პროცედურა არის და როდესაც გემი სიტყვაზე დაცურავს რომელიმე ქვეყნის დროში და არ ნიშნავს რომ ის გემი ეკუთვნის იმ ქვეყანას საერთოდ ისე ცნობისთვის ახლა ძნელია მე ამ დებილებს ეს აუხსნა რომლებიც ასე წივიან და კივიან და ყველაფერში უყუღმა ეძებენ ყველაფერს გემს შეიძლება კონდეს ქართული დროშა, მაგრამ არ ნიშნავს რომ ის საქართველოს ეკუთვნის, სიტყვაზე ვამბობ. არ ნიშნავს იმას რომ გინდა თუ არა მანდამაინც საქართველოსთვის განკუთვნილი ტვირთი მიქონდეს და ესე შემდეგ. მას თავისი საზღვაო კანონები გააჩნია და ეს ნიშნავს როგორც რეგისტრაციას, ასევე სხვა ბევრ რაღაცას და აღმოჩნდა ისე რომ საერთოდ არ არის ეს გემი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის, რომელზეც ადირობა აქვს გამოცხადებული ახლა შიგ ევროპელებს ვირტუალურ დონეზე და ესე გახარებულები იყვნენ სინამდვილეში აღმოჩნდა რა ეს არის გემი რომელიც არის ვენესუელური გემი არის ვენესუელას ეკუთვნის რომელიც რა თქმა უნდა ნავთობით იყო დატვირთული ასრულებდა კომერციულ რეისს და აღმოჩნდა ის რომ ამ გემზე გემზეც ამერიკელების ეჭვით და მით სანქცირებული ტვირთი გადადიოდა 28 მეზღვაურიდან 20 იყო უკრაინის მოქალაქე 6 იყო საქართველოს მოქალაქე და 2 რუსეთის მოქალაქე ეს ამას ჩვენ ახლა საქართველოში ვინ გვეტყო და გავიგეთ უცხო ქვეყნის საინფორმაციო წყაროებიდან მეგობარი ბიჭი არის რომელიც გემზე მსახურობს დაუკავშირდი ვკითხე მეთქი რა ინფორმაციას ფლობ რეალურად ან საერთოდ შენ თვითონ ყوار ახარ დაჭერილი და მადლობა ღმერთს თვითონ არ იყო ამ ყველაფერში გარეული მაგრამ დამიდასტურა ის რომ დიახ ამ გემზე არიან საქართველოს მოქალაქეები აქ მე გავრცელდა ეგ TV პირველმა გავრცელა ინფორმაცია რომ თურმე ესა რა ქვია რუსული მედიის ცნობით დაკავებულ გემზე კაპიტანი არის საქართველოს მოქალაქე და ასე შემდეგ. კიდე ერთხელ ვამბობ რომ არანაირი რუსული გემი ეს არ იყო, ეს იყო ვენესუელური გემი. მე და მეორე, ახლა რანგის დამიხედვით ნამდვილად არ ვიცი იქ კაპიტანი არის თუ მატროსი არის ქართველი, მაგრამ 100% შემიძლია დაგიდასტუროთ ის რომ დიახ ამ გემზე არიან ქართველები. და ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერ ინფორმაციას არ ფლობს თურმე. ხო და რადგანაც არ ფლობს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას გადაეცით ამ დასირებული ქალის ბოჭორიშვილის უწყებას, ჩემგან გადაეცით პირადად ან მომინიშნეთ ვინმე მეს რომ დიახ 100%-ით გიდასტურებთ რომ ამ გემზე არიან საქართველოს მოქალაქეები. და თქვენ როგორც სახელმწიფო რომელიც ვალდებული ხართ თქვენი მოქალაქეების უფლებებზე იზრუნოთ და ვალდებულები ხართ რომ თქვენი მოქალაქეების უფლებები დაიცვათ ტრაკი გაანზრიეთ და თქვენ დიდ სტრატეგიულ პარტნიორთან და ძმასთან და მეგობართან ყველა უბრალოდ დაკავებული ხალხი
რომლებიც დაიქირავა რომელიღაცა ფირმამ იმისთვის, რომ სამსახური ქონოდათ და ამ გემზე შეესრულებიათ თავისი სამსახურეობრივი მოვალეობა. და არაფერი იმ ხალხს არ დაუშავებია. რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს უნებელი და ყოველგვარი პრობლემების გარეშე. ეს საერთოდ ცნობილი გახშირებული მოვლენები არის, რომ საქართველოს მოქალაქეები, როდესაც ასე გაებმებიან რაღაცა უბედურებაში, მე საგარეო საქმეთა სამინისტრო ხელფეხს იბანს ამ ყველაფრიდან. მაგ მე მქონია, პირადად მე მქონია გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთი 7 წლის წინ, როდესაც ლიბიაში იყვნენ ჩარჩენილი ქართველი მეზღვაურები თვეების მანძილზე და კაციშვილი ყურადღებას არ აქცევდა მათ. ამ სამი ქართველი მეზღვაური იყო, ამ მეზღვაურების მშობლები დაგვიკავშირდნენ ჩვენ, იყვნენ ჩამოსული მაშინ. შეხვდნენ და გვითხრეს, რომ კაციშვილი ყურადღებას არ აქცევდა, თავად ამ ბიჭებსაც ვესაუბრეთ და იყვნენ ყურადღებოთ. და საერთოდ ფეხებზე დაკიდებული 11 თვის განმავლობაში, რასთან დაკავშირებითაც ერთი ამბავი გქონდა ატეხილი, აქციაც გქონდა მოწყობილი საგარეო საქმეთა სამინისტროდან, კეთილი ინებეს მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროში და შევხვდნენ ამ ოჯახის წევრებთან ერთად, გვესაუბრეს, არ მინდა მე ადამიანს დაუკარგო თავისი სიტყვა და თავისი ნაშრომი. კონსტანტინისი არის გვარად ის კაცი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, ბევრი მძიმე საუბარის მოსმენა მოუწია და გითხრა ადამიანურად სიტყვა დადო, რომ ერთ კვირაში მაგ ბიჭებს დააბრუნებდნენ და 5 დღეში დააბრუნეს. ახლა როგორც თვითონ როგორ მოიქცნენ ეს სამი ბრჭყალებში ვაშკაცი, რომლებიც ტყვეთყავდათ იქ აყვანილი ტრიპოლის მხარეს, როცა დაბრუნდნენ იმაში, რა ქვია, საქართველოში და მადლობა, არაჯერ ვისაც ჩემფეხებად უნდა და მაგათი მადლობა და საერთოდ ვის რა უნდა და მაგათი ქართველები იყვნენ, გაჭირვებული იყვნენ გაჭირვებაში და დავეხმარეთ გული და სულით ადამიანურად დაუდექით გვერდით ამწარებულ ოჯახს და ამ ხალხს თვითონ, მაგრამ იმდენი კაცობაც კი არ ეყოთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მესიჯით გადაეხადათ მადლობა თუნდაც. ხო და პირიქით გამოვიდნენ მე მეორე დღეს ჩამოსვლიდან მეორე დღეს და ტელევიზიებთან დაჯდნენ და დაიწყნენ პოზიორობა და მადლობების გადახდა ხელისუფლებასთან, რომელი ხელისუფლებას 11 თვის განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდა. აი ამ კაცობის მატარებლები არიან საერთოდ ძალიან ბევრი და ხშირად ხდება ისე, რომ ძალიან ბევრს არ უნდა გული რო არ გაგიძლებს, თუ არა, ნამდვილად არ უნდა დაეხმარო და ჯობია იმ ნეხში, სადაც აგდია, იქ ჩაიძიროს ბოლომდე. ხანდახან ღირსია ის გაჭირვებაში ღმერთთან რო ჩააგდო. მე რა ჩემფეხებად მინდოდა მაგათი მადლობა ან რამე, უბრალოდ საქმე იმაში იყო, რომ ესე აფირისტი არ უნდა იყო ადამიანი, რომ ჯერ იმას ტიროდე და მოთქვამდე, რომ სახში ვერ ჩამოვდივარ, ტყვეთა ვარ აქ აყვანილი რაღაცა და ყველას ფეხებზე ვკიდივარ და არავინ ყურადღებას ჩვენ არ გვაქცევს და მე როცა ჩამოხვალ და ტრაქში შეუძვრე ამ თავრობას, როგორც თქვენ გააკეთეთ მაგ სამეულმა. ხო. კაცის ჭირები მაგაცი არ მაქვს ლაპარაკი და არც მისი ოჯახის წევრებსაც ელემენტარული ზრდილობისთვის არ უთქვიათ არაფერი. რა ეს ჩემი საქმე, მაგრამ მაინც რო იცოდეს ხალხმა ისე და მადლობები უხადეთ იმას, რა ქვია, საგარეო საქმეთა სამინისტროს მერე და კოცებს ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინა ეძახით. სამწუხაროდ ასეთი საზოგადოება ბლომათაა საქართველოში. ეს ისე ინფორმაციისთვის, ცნობისთვის, ესეთ რაღაცები ხშირად ხდება. საერთოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეხებზე კიდია ქართველების ბედიღბალი საზღვარგარეთ. ხო და ახლა მით უმეტეს თუ ამერიკელებთან არის საქმე, ალბათ საერთოდ ფეხებზე დაიკიდებენ ამათ და არავინ არ იცი, შეიძლება ეს ხალხი გაწირონ, ამერიკელებს სულ ფეხებზე კიდიათ ყველაფერი და ეგ პრეზიდენტები ჩაყავთ და მის ქვეყანაში ასამართლებენ თავიანთი კანონებით. და სადაც პრეზიდენტებს ასამართლებენ, იქ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რიგით მოქალაქეებს, მეზღვაური იქნება, კაპიტანი იქნება თუ მატროსი იქნება, ნამდვილად არ მოერიდებიან. ეს სხვებისთვის რო იყოს მაგალითი. ხო და იმ 28 მოქალაქეზე იმ ორ რუსზე იზრუნებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. იმ 20-ს რამენაერად მიხედავენ უკრაინელები თავის თავს და აი იმ 6-ს, რომელზეც არის საუბარი ქართველებს, რომლებიც გემზე იმყოფებიან, ჭირდება ყურადღება.
ხო და თუ არის ის ბოჭორიშვილის უწყებამ დამიკავშირდი მე და მე დაგაკავშირებ შენ იმ ადამიანებს ვინც დაგიდასტურებენ იმას რომ საქართველოს მოქალაქეები ნამდვილად არიან იმ გემზე ხო და დანარჩენი თქვენი მოვალეობაა და თქვენი ვალდებულება არის მიხედოთ ამ ყველაფერს ხო არაფერი იმ ხალხს არ დაუშავებია მათ ქონდათ შესაბამისი განათლება შესაბამისი კვალიფიკაცია დამსაქმებელმა კომპანიამ დაასაქმა ისინი იმ გემზე რომელი გემიც იქნა გამოჩენილი ვაკანსიები და ხალხი ასრულებდა თავიანთ მოვალეობას და ესაა მათი დანაშაული და ყველაზე დიდი გულისამრევი რა არის იცით აი ხშირ შემთხვევაში რო ვაკვირდები მე ეს ქვეყანა და ეს ხალხი საერთოდ არსებობის ღირსი არა დაკვირდით ელემენტარულად აი გაკეთებულ განცხადებასთან ქვემოთ რომ თურმე კაპიტანი არის ქართველი TV პირველზე ჩამოყევით ქვემოთ და წაიკითხეთ კომენტარები წაიკითხეთ უბრალოდ კომენტარები თუ რას წერენ რიგითი ქართველები არ ვიცი მე ახლა ეს ნაცი ქოცად დაყოფილი ერი აი ამათ თუ საერთოდ საქართველოსთან და ამათ თუ საერთოდ ადამიანობასთან აქვს კავშირი ნახეთ რა წერენ მე რა ყველა ქოცი უნდა დაიჭირონ ვინც რუსეთს ემსახურება რამდენი რუსული პროდუქტებით ცხებოდით შხამად შეგერგოთ ნუ ეხლა დააკვირდით რა ძალიანაც კარგი ნეტავ-მალე ბიძინას და კობახიძეს გასკვანჩავდნენ და ესეთ რაღაცეები აი ამათაა დღეს გადაქცეული ქართველი ერი აი ამათაა გადაქცეული ქართველი ერი და ესა ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების დამსახურება ხო იმიტომ რომ ეს ხალხი როგორც კაცჭამია ვირთხების გამოსაყვანად გადაქცეული არის ქვეყანაში ერთი მეორის დაპირისპირებას და ერთი მეორის ჭამას და იმ ხალხის ბედი არავის არ აინტერესებს ისე როგორც ყოველთვის ხდება ეს ყველაფერი და ესაა სირცხვილი ჩვენი ქვეყნის ესაა თითოეული ჩვენთაგანის რა ესაა ჩვენი ქვეყანა ხვალზე გვინმეს ფეხი რო გადაგიბრუნდეთ ხო აი ესე მოგიქცევიან თქვენც და იმ ხალხს ოჯახები ყავს ის ხალხი შრომობს წვალობს ახლა მე გასაგებია ახლა ქოცებს საერთოდ ქოცებისთვის ვინც ქოცი არაა საერთოდ ადამიანი არაა უცხო ქვეყნის მოქალაქე ესა რა ქვია ემიგრაციაში წასული საქართველოს მოქალაქის მიმართ როგორი ზიზღი და სიძულვილი აქვს გამოვლენილი და როგორ ეზიზღებათ კარგად ხედავთ საკუთარ ქვეყანაში საკუთარივე სისტემის დროს გაზრდილი ახალგაზრდების მიმართ რამხელა ზიზღი და რომლებიც კი გასაგებია მეც არ მომწონს თანამედროვე ახალგაზრდობის აღზრდა ღირებულებები მათი აზროვნება ვისი დამსახურება ვისმა განათლების სამინისტრომ და განათლების სისტემამ აღზარდა ეს ხალხი ერმილე ნემსაძის განათლების სისტემა არ ყოფილა ქართული ოცნების განათლების სისტემა იყო რომელსაც მოწამლა და გაანადგურა და ხან ვიღაცა ნაბოზარი სანიკიძის ხელში იყო განათლების სისტემა ხან ვიღაცა ჯეჯელავას ხელში იყო რა ქვია კომბლეს და იმას ზღაპრების გმირებს რო დაძდევდა იმაში რა ქვია განათლების რეფორმის დროს და ხან ვაშლი რომ იქონდა ხალხთან და ხან კომბალი რო ეჭირა ხელში მოწამლეს გამოაშტერეს ეს ახალგაზრდობა და ეხლა ეძახიან ის აკაცუკია ის ემიგრანტები ამოწყდით ის ასექენით ის ისექენით და ეს დასირებული ხალხი ღმერთო მარტო ბადონი ბიძინა დალოცე ამათაა დაყვანილი ჩვენი ქვეყანა ხო და ესა იმათზე არავინ არ იფიქრებს უბრალოდ ვაფრთხილებ აქედან მათი ოჯახის წევრებსაც ვინც იმ გემზე არიან და ნუ გექნებათ თქვენ ხელისუფლების იმედი თუ ამათ თავში არ ურტყით, იგერა ამერიკის საელჩო ტრაქში რო უძრებიან 24 საათი და კეთილი ინებონ და გადავიდნენ რამენაირად შეიწუხონ თავი ეგერ ჩიტაძის ქუჩიდან, ჩიტაძეზეა მე მგონი ხო ეს საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩავიდნენ რამენაირად გლდანში და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ და უთხრან რომ ჩვენი მოქალაქეები არიან და არაფერი იმ ხალხს არ დაუშავებიათ ტექნიკური პერსონალი არის რომელიც გადაადგილდებოდა და გამოუშვიდა ჩამოიყვანა ქვეყანაში თუ არ დამიჯერეთ თქვენ მე იმათ თუ ამერიკულმა ეგრეთ წოდებულმა სასამართლომ მოკიდა ხელი რომელსაც ქმნიან სპეციალურად ტრიბუნალის ფუნქციას ითავსებს შეერთებული შტატები დღეს იმათ მე არავინ არ უშველის არავის არ აინტერესებს მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილის და ქოცების მართული ქვეყანას ნოლი აქვს წონა საერთოდ ამერიკელების თვალს ჯერ საერთოდ
ტრამპის თვალში თითქმის ორი ქვეყნის გარდა ყველას აქვს დაკარგული წონა და ეს ორი ქვეყანა ჩინეთი და რუსეთია დანარჩენი სულ ფეხებზე კიდია იმას ევროპელების თავის გუშინდელი სტრატეგიული პარტნიორები კიდია გრენლანდიის ახევაზე აქვს თვალები დაკაჩული და კბილებს ილესავს და ახლა ვიღაცა იმის რა ქვია ივანიშვილის მართული ქვეყნის აზე გაჭირვებული და ტანჯული საქართველოს და მისი მოქალაქეები სულ ფეხებზე კიდიათ მაგრამ აი ასე ხდება საერთოდ აი ესე ხდება როდესაც მსოფლიო პოლიციელის როლს მოირგებს რომელიმე ერთ-ერთი ქვეყანა და ასეთი უსამართლობების ჩადენას დაიწყებს და იმაში შეიძლება ხვალზე ტაშრო უკრავთ და ტაშპანდურობით მადურო ხვალზე შეიძლება თქვენი თავიდან თქვენი მეზობელი მოყვეს ვიღაცა ან თქვენი ოჯახის წევრი მოყვეს ამ სისტემაში და ღმერთმა ყველაფერი კაი აგიხდინოთ აი ესე ახდა ქართველების შემთხვევაშიც ვიცი ჩემო ძმაო ლომაიაც რო იყო განათლების მინისტრი და გვარამიაც მაგრამ ეგენი იყო იმ დამპალი ნაცების დროს სისხლიანი 9 წლის დროს და სიბნელე რო იყო და ტანჯვა და წამება და უბედურება რო იყო და მე ხო მოვიდა ქვეყანა ხო განათდა უკნიდან ხო განათლდა 2012 წელს ბატონი ბიძინე და მისი ისა რა ქვია განათლებული და პატრიოტი ხელისუფლება ხო მოვიდნენ მე ვამბობ მე ამად დროს უკვე 13 წელიწადია 13 წელიწადი ერთი წლით მე-14 წელიწად დაიწყება ახლა ერთი წლით მეტი არის ისა რა ქვია ვიდრე მთელი სასკოლო ციკლი აი ესეთი ახალგაზრდობა გამოზარდეს და ესე მოწამლეს ამაშია მთელი უბედურება მონიშნეთ ქალბატონი მინისტრი და მაგათი საგარეო საქმეთა სამინისტრო რომელიც საქმის კურსში არ არის თურმე რაშია საქმე არ ფლობენ თურმე არანაირ ინფორმაციას მე და მეკავშირდი ეგრე და მეკეთყვი და მე დაგაკავშირებ იმ ხალხთან არიან თუ არა იქ საქართველოს მოქალაქეები დიახ საქართველოს მოქალაქეები არიან იქ მე არ ვიცი ახლა რომელს რა ვინ შტურმანია ვინ მატროსია ვინ მიჩმანია ვინ კაპიტანია არ ვიცი ახლა ამას ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ მაგრამ ის რომ იმ გემზე ქართველები არიან 100% შემიძლია გითხრათ დადასტურებული ინფორმაციით და არაფერი კაი იმ ხალხს არ ელოდება ეს დარიგით ამის თქმა მინდოდა გადაიცით ბატონ ბიძგვინას ევადონ აი ესე ტყილში აცხოვრებენ საკუთარ იმას მოსახლეობას და პირი რო გაქვთ დაღებული ვინც რუსეთთან თანამშრომლობს და ვინც რუსეთთან გულისამრევი არის რომ ამ ხალხს რო გაყვე ახლა ხო სათითაულოდ აბსოლუტურად ყველას იქნება კავშირი რუსეთთან და იმაზე მეტი ვიდრე ნებისმიერ ჩვენთაგანს გონია რამენაირ მე არანაირი კავშირი არ მაქვს ერთი ბიცოლა მყავს და ბიძაშვილები არიან ნახევრად რუსები თორემ მე დაერი კავშირი მე რუსეთთან არასდროაფელი არ მქონია ბიზნესი მე არა მაქვს არც საქართველოში და არც რუსეთში და არც სამსახური მქონია იქ და არც არაფერი მაგრამ რო აიღებ იმას რა ქვია ფულადი გადმორიცხვების სისტემას და გზავნილებს რო შეხედავ მარტო 2008 წლიდან 2022 წლამდე 17 მილიარდი დოლარი არის რუსეთიდან შემოსული ემიგრანტების გზავნილებით აბსოლუტურად ყველა ეს ბოზიშვილი წარმატებული ნაცი ეს რუსოფობი აბსოლუტურად ყველაა დაკავშირებული რუსეთთან როგორც ხოშტარია და მისი ოჯახი ღებულობს ყოველთვიურად უზარმაზარ თანხებს იქედან ის ჩინური რემბორუა მაგ ფილმებში რომ მონაწილეობდა რუსულ იმაში რა ქვია რუსი სამხედროების კაპიტნების და მაიორების როლებს რო თამაშობდა ძალიან კარგად სვამდა და ჭამდა ესა რა ქვია რუსი ოფიცრის ღირსების სახელით აღებულ ფულს კაცარავაზე მაგ ლაბარაკი აიღეთ ეს ნაცების პირწავარდნილი ის რო იყო მთავარი ერთ-ერთი მარჯვენა ხელი ისა ნაყოფია რუსეთის მოქალაქე იყო მილიონერი იყო რუსთავი ორს ფლობდა რუსები ისა ნაცების ერთ-ერთი მთავარი ის იყო რა ქვია ყულაბა და ვითომ რუსეთის წინააღმდეგ ომს იმას რა ქვია რენი ჰარლენის ფილმს ყობა-ნაყოფია აფინანსებდა რუსეთის პასპორტით რუსეთში მაცხოვრებელი ანტირუსი იყო აღარა მაქვს საუბარი იმაზე რა ჯანდაბა ქვია დასირებული ვაშაძეზე რუსეთის დიპლომატიური პასპორტით რომ იმაში იჯდა რა ქვია
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბევრზე კიდე ძალიან ბევრზე რომლებიც ერთი იმაში ლანძღავენ დააგინებენ და მეორე იმაში ტრაქში უძრებოდნენ რუსებს და სხვა სასწავლიან თუ რა ცუდია რუსეთი და ამისთვის ღებულობენ ფულს რუსეთიდან მესმის ლექს კი ბატონო, კი, შეიძლება სახლი კონდეს მაგ გაქირავებული და რაღაცა ბიზნესი კონდეს რუს ტურისტებს და იმას, მაგრამ პენსიები საიდან აქვთ? საიდან აქვთ პენსიები? ან რატო აძლევს რუსეთი ამათ პენსიებს? რატო აძლევს? ამას ქვია პატომსტვენი აგენტურა. ანუ შთამომავლობითი აგენტები. რომელთაც წინაპრების მოღალატეები იყვნენ, რომლებიც ახლაც მოღალატეები არიან და ემსახურებიან რუსულ ინტერესს და ამაში უხდის რუსული სახელმწიფო ფულს, თორემ ყველა კაპიკს რუსები არაფერში არ გადაიხდიან. ასია ეს. და გამოვლიან მე და შენ დაგიწყებენ იმას, რა ქვია, რამე თუ შენი ქვეყნის ასიკეთო თუ თქვი? ან დიალოგზე თქვი რამე, ან რამეზე თქვი რამე, ხო? გამოვლიან და შენ დაგიწყებენ აქ იმას, ლანძღვას და გინებას. ეგა ხელი შესახოცი ხო ჭირდება? მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი ნაგავი საზოგადოებაა საქართველოში ჩამოყალიბებული. ძალიან დიდი ნაგავი საზოგადოება არის ჩამოყალიბებული და ეს ძალიან ცუდად მოუბრუნდება ქვეყანას. ძალიან ცუდად მოუბრუნდება ქვეყანას, როგორც სულ ფეხებზე კიდიან, როგორც ხელისუფლებას, ისე რიგით მოქალაქეებს, თავიანთი მოქალაქის ბედი, იღბალი, თავისი საარსებო და რუსულ კომპანიაში კი არა ეშმაკ შეეკრებიან ფულის გულისთვის. და რა დააშავა იმ ხალხმა თუ კომპანიამ დაასაქმა ვენესუელას გემზე, სადაც იყო ეს რა ქვია, ვაკანსიები. გამოსული არიან და წევლიან და უყავენ და ათას უბედურებას უსურვებენ იქეთ. გვანტანამოს ციხეში გამოკეტვას და ასე შემდეგ. და ჩემო ძმაო, ლექსო მაღაზე მაქვს ზუსტად ლაპარაკი, რომ ასეთი ხალხი სამეგობროშიც რო არიან და ასეთი ხალხი ჩვეულებრივ საზოგადოებაშიც რო არიან, ისინი ციდან ჩამოფრენილები კი არ არის. ციდან ჩამოფრენილი კი არა, ვინმე ის ნაცი და ის კოცი. ისევე ჩვენი საზოგადოებიდან წარმოშობილი ნაგავი და საზოგადოება, რომელიც ასე ნაგბურად უყურებს ამ ყველაფერს, და ესე უბრუნდება მერე ყველაფერი. თვითონ რა თავისთავად გადაერჩინონ და 9 ჯერ გაგიყიდიან სამშობლოს. აი, მე შენ შემოგევლე, ვიცი, მასეროა. ვიცი, მასეროა. ბიზნესები აქვს, ფული აქვს, შემოსავალი აქვს, ახლაც რუსეთის უკანალში არიან შემძვრალები და რო გითხო რუსეთს ლანძღავენ. და აქ მე მამადლიან იმას, შენ ევროპაში ხარ და ევროპას მე ევროპაში თუ ვარ, ჩემი ხარჯითა ვარ და ჩემი იმითა ვარ, არავის კისერზე არა ვარ ჩამოკიდებული, არც ხელისუფლების და არც იმის. და თქვენ რუსეთის ძუძუ გიდევთ პირში, წოვთ შთამომავლობით. და ქვეყნისთვის ყველაფერ უბედურებაში მონაწილეობთ. ამაში არის საქმე. ნუ მოკლედ აი ამის თქმა მინდოდა, ასე რომ თუ არ შეწუხდებით, გააზიარეთ ეს ვიდეო, იქნება მივიდეს ბოჭორიშვილის ყურამდე და იქნება რამენაირად გაიგოს, რომ იმ გემზე მართლა არიან ქართველები. თუ არ შეუძლია ესა რა ქვია, ვინმესთან კავშირზე გავიდეს ქალბატონი ბოჭორიშვილი, რომ დაადასტუროს, რომ იმ გემზე ქართველები, მე დამიკავშირდეს. მე გავიყვან მაშინ კავშირს. ხო? იგრე. იმ გემს ახლა მოათრევენ იმაში, მე მგონი ინგლისში მოიყვანენ და იქ გადაწყვეტენ მერე ამ ხალხს რა უყონ და იმ გემს რა უყონ. აი გემის და იმის ბედი, ავტობუსის ბედი გასაგებია. გაყიდიან ეგრე ამერიკელები გემს კონფისკაციას გაუკეთებენ, ჩაიდებენ ჯიბეში და თავის ბინძურ პოლიტიკას როგორც ატარებდნენ, გააგრძელებენ ისე. რა სისულელეს ლაპარაკობთ ხალხო? რა სანქციები? ახლობლები მუშაობდნენ იქ და თავიდან ბოლომდე ყველაფერი კარგად იცოდნენ რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. შევრონი როგორც მუშაობდა ვენესუელაში, მანამდე მერეც ისე მუშაობდა და არაფერი ის არ იყო. ეს მთელი დადგმული სპექტაკლი არის ეს. რაც ვენესუელაში ხდება, ახლანდელმა პრეზიდენტმა გაყიდა ისა ყოფილი პრეზიდენტი იმისთვის, რომ ძალაუფლება თვითონ ქონოდა და ამერიკელებისთვის კაი ფული და შემოსავალი ქონოდა. 6 თვე არ იყო დაახლოებით შევრონი, რაც არ მუშაობდა ვენესუელაში და მერე მიხვდნენ თვითონვე და გააფართოვეს მერე ისა რა ქვია.
ჩინელებმა დაიწყეს იქაობის შესყიდვა. ეს მაგათი ბინძური ჰერმილე ვერ დაასახელებს შენ შემოგევლე ქართველ ადამიანს, რომელიც საქართველოს გადაარჩენს. საქართველოს უნდა გადაარჩინოს ყველა მისმა თითოეულმა მოქალაქემ და ყველას თითოეული ქართველის კისერზე არის პასუხისმგებლობა სამშობლოს მიმართ. ეს ხალხი არის ჩამოკიდებული, რომ ვიღაცა ერთი გამოჩნდება, ესა რა ქვია, რაინდი თეთრ ცხენზე ამხედრებული რაინდი და იხსნის საქართველოს გაჭირვებიდან. არ მოხდება ჩემო დავით, მასე მაგნაირი ადამიანი, რომელიც გამოჩნდეს ტყვიას ეცვლიან შუბში და გააძრობენ სულს. ასე იქნება ეს, როგორც გააძროს სული ყველა პატრიოტებს. ამიტომ ესაა საზოგადოებრივი შეგნება. გასაგებია პიროვნებები ქმნიან ისტორიებს, მაგრამ ახლა ამ მომენტისთვის ვინ გითხრათ, ყველა მოღალატე და ჩათლახი. 6 ქართველი არის გემზე, როგორც ინფორმაცია არსებობს. 6 ქართველი არის, 28 იყო მეზღვაური თლად, 20 იყო უკრაინის მოქალაქე, 2 იყო რუსეთის მოქალაქე და 6 საქართველოს მოქალაქე. მაგათ რა გიკვირთ ხალბატონო? რა გიკვირთ? იმ ტოტს ჭრიან, მაგათვის ტოტი არ არსებობს. მაგათვის იქ სხვათა შორის რაში იყო იცით საქმე მარტივად გეტყვით რომ აი როგორ ხდება იქ ყველაფერი მარტივად გეტყვით რუსთავი 2 რომელიც რუსოფობიის ის იყო რა ქვია თავიდანვე ვითომ პროევროპული პროამერიკული და ანტირუსული ტელევიზია მე გეტყვით როგორ მუშაობდა ჯერ კიდე 90-იან წლებიდან მოყოლებული 90-იან წლებში როდესაც რუსეთი ვერ ატარებდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციას მაშინ ამუშავეს პირველად რუსთავი 2-ის ესა რა ქვია საცეცები ჩაიყვანეს იმაში რა ქვია პანგესის ხეობაში ჟურნალისტები გადააღებიეს იქ ჩეჩნების საცხოვრებელი სახლები გააშუქეს ტელევიზიით რომ ჩეჩენი ბოევიკები არიან აქ პანგესის ხეობაში და თავსაფარებენ და გაუშვეს ტელევიზიით და ტელევიზიით რო გაუშვეს განმოფრინდა მეორე დღეს რუსული ავიაცია და დაბომბა და გამოაცხადა ის რომ აგერა თქვენი ტელევიზია აცხადებს კაცო რომ სად არის ისა რა ქვია ჩეჩენი მებრძოლების ბაზები და რაღაც გინდათ ლაპარაკი გაიხარე ძმო გაიხარე კოდორის ხეობაში როდესაც ვერ ატარებდნენ ოპერაციას ჩეჩნები ვაგერო გადაადგილდებოდნენ და ფეხთაფეხ მისდევდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტები. და აშუქებდნენ ზუგდიდში აქ გაჩერდნენ, იგი აქ გაჩერდნენ, იგი აქ გაჩერდნენ, კოდორის ხეობაში რო ავიდნენ ჩეჩნები და რო დაიწყო შეტევა იმაზე, რა ქვია, სოხუმის მიმართულებაზე, ეს კადრები რო იქნა გასაჯაროებული რუსულმა ავიაციამ დაახატეს ეს აფხაზური დროშები და დაბომბეს კოდორის ხეობა გაასწორეს მიწასთან. რო შეტევა გაიჩერებიათ, იმიტომ რომ რუსთავი 2-ის ჟურნალისტური მასალა ჰქონდათ. 2008 წელს, როდესაც დიდი სამბით იღებდნენ ქართული ჯარი იერიშს როგორ ახორციელებდა ემაზე რა ქვია ცხინვალზე და საარტილერიო დანადგარები როგორ ისროდნენ პოზიციების მიმართ რუსთავი 2-მა გაუშვა ეს 7 აგვისტოს ღამეს ტელევიზიით და იმ საღამოსვე მოიწვიეს რუსებმა გაეროში ისა რა ქვია უსაფრთხოების სხდომა საოცრება ესეც იმის მაგერად ესენ რო ყვიროდნენ რომ რუსეთი დაესხა საქართველოს და საქართველოს მოეწვია გაეროს სხდომა და წარადგინეს ეს მტკიცებულებები რუსთავი 2-დან იმის გამო რომ ცხინვალზე იერიში ხორციელდებოდა და ეს გენოციდად ითვლებოდა გრადების სროლა მძინარე ქალაქზე და არანაირი მძინარე ქალაქი იქ არ იყო და გრადს არავინ არ ისროდა ცხინვალზე იმიტომ გრადით არ იბომბება ქალაქი არ შეუძლია გრადმა გაანადგუროს. არ არის ეს სიმძლავრის იარაღი. მაგრამ აი ასე მუშაობდა რუსოფობიული იარაღი საქართველოში ამათი რა ქვია, რუსთავი 2-ის ხელით. შორს რატომ მიდიხართ? მე რომ ამტეხეს ერთი ამბავი, რას ქვია, გვარამიას და გაბუნიასო ლიკვიდაციაო შეუთვალეო რუსეთსო და ისო. ასე თუ მისმენს ჯერეთი რუსეთის ხელისუფლება ძალიან კარგი, მაგრამ რა ხდებოდა მაშინ?
რა ხდებოდა მაშინ? რუსეთის მოქალაქე ბიზნესმენი ნაყოფია, რომელიც რუსეთის წრეებში საკმაოდ ცნობილი არის და მოსკოვში იჯდა, მის დაქვემდებარებაში მყოფი ჟურნალისტი, საქართველოსი მის მფლობელობაში მყოფი ტელევიზია გამოდის და პუტინს აგინებს, გინებას გააჩინა დედაშენის საქმე საფლავზე ასე ვქენი, ისევ ვქენი და უპრობლემოდ. ამის შეკვეთას აძლევდა თვითონ მოსკოვში მჯდომი. რა საფუძველს ამზადებდა იმისთვის, რომ რამე რომ მომხდარიყო საქართველოში ტელევიზია, რომელიც ქმნიდა ესეთ ფონს, დაძაბულობის ფონს, ისედაც დაძაბულ ფონზე, რუსოფობიურ ხელფეხს უხსნიდა რუსეთს იმისთვის, რომ ემოქმედა საქართველოში და მაშინ იყო მე რო უთხარი, რომ აი ეს მთელი აგენტურული ის რო ჩამოვწერე და დეტალებში მოუყევი ამათ რუსულ საქმეს, როგორ აკეთებდა რუსთავიორი საქართველოში, უთხარი, რომ დაანებე საქართველოს თავი და თუ ასე ხარ შეურაცხყოფილი, აიყვანე ეს ორი ბოზიშვილი და დედაშენის შეურაცხყოფისთვის პასუხი მოთხოვე. გააგორე. მინდა რუსულ სპეცრაზს გაუწყვეტია ახლა მაგენი, გინდა იმას შეუჭამია გელს, მაგიმი არ ვიდარდო. ასია ეს. ეს შენი სიმართლე არავის არ ჭირდება. ია. რა თუ რამე კითხვები გაქვთ? ქალბატონო გიული, არავინ არ გიშველით, რუსეთი თუ გიშველს, არავინ არ გიშველით და არც არავინ არ უნდა გიშველოთ. არავინ არ უნდა უშველოს არც ერთ ქვეყანას. ხალხმა უნდა უშველოს, ერმა უნდა უშველოს თავის თავს. სხვისი ხელით ნაშველი არავის არ ჭირდება. არავის არ ჭირდება. ასე აღმოჩნდა ეს. თუ არა 700,000 ქართველი იყო დარჩენილი სულ საქართველოში. დადეს ერეკლემ, როდესაც დადო ხელშეკრულება რუსეთთან, ტრაქტატი, ესე შემდეგ. კი ძიმეთ, აბა ახლა შენი გულისთვის არავინ ჩამოვა, მაგრამ რუსული დაპყრობის შემდეგ 200 წლის თავზე საქართველოს მიიღო ის, რომ მინიმუმ 700,000-დან 5 მილიონი იყო ერი გამხდარი და დაკარგული 400 წლის დაკარგული ახალციხე, ახალქალაქი, აჭარა, ფოთი, აფხაზეთი ეს ყველაფერი გააწმენდილი და აუბრუნდა საქართველოს. და დღემდე ლანძღვაგინების მეტი არაფერი არის მის რუსეთის მიმართებაში. რატო უნდა დაგეხმაროს? მე კითხვას ვსვამ, რატო უნდა დაგეხმაროს? აი როგორ ყვარებია ჩვენი ქვეყანა და როგორ ყვარებია ერთმანეთი ბოლო 30 წელიწადია გამოჩნდა და ჩანს. ესა თურმე ქართული პატრიოტიზმი. გადადით, შეხედეთ ერთი რას წერეთ იმ საწოდავ მეზღვაურებს. ხო და არა ეს ქვეყანა გადასარჩენი. ამ საზოგადოებით ვერ გადარჩება და არც უნდა გადარჩეს. თუ ვინმეს გადარჩენა უნდა, თვითონ უნდა იფიქროს. არ უნდა იყოს არც ერთი ქვეყნის ხელისუფალი და ვერც იქნება არ არსებობს ბუნებაში ასეთი. ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არის. ბრჭყალებში ეს ქართული არა, საკუთარი მოქალაქეები, საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ჯარისკაცები, საკუთარი მეზღვაურები მთლიანად რო გაწყდნენ სხვა ქვეყნისთვის ეს არ იდარდება თამათ. ამაშია საქმე. არ ყოფილა ქალბატონო ეგ შველა, არ ყოფილა. ინტეგრირებული ვიყავით მაშინ შიგ ევროპაში და შიგ ევროპული ბიზნესი ყიდვა-გაყიდვაზე ძალიან წარმატებით ხორციელდებოდა საქართველოში ოსმალების ხელით. არ ყოფილა შველა, არ ყოფილა გადასარჩენი. ესა პასუხი. ამიტომ მე ამ დაკლეებული აზროვნების ადამიანებთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს. უბრალოდ მეწოდება ის ხალხი დავიანთი ოჯახებით, ვინც ახლა მისი შვილებიც ახლა იქ არიან და ვისი მეუღლეებიც ყავთ ტყვეობაში ჩაგდება. და მე გეტყვით, რომ თქვენ თუ არ მოიყვებით თქვენი ოჯახის წევრების გულისთვის, ხმას არავინ თქვენი გულისთვის თავს არ მოიკლავს. აი მე, ჩემო ლექსო, მომისმენ ჩემო ძმაო, ამ ხალხს ეს ხალხი რა სიტყვის მე არ მაინტერესებს. მე არ მაინტერესებს უთავმოყარეო ცხოველის აზრი, რომელსაც ჭამის და სმის და ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მეტი არაფერი შეუძლია და ამას ეძახის თავისუფლებას. მე არ მაინტერესებს მისი აზრი. ესა ცხოველი.
და ამას ეძახის ევროპულ ღირებულებებს და თავისუფლებას. კი, ჯიგარო, დებ ამას. ტელეგრამის არხი არის, ჩემი აზიმუტი და გამოიწერეთ და იდება იქ თავისთავად. კარგი, ჩემო კარგიო, დაგემშვიდობებით, რა ვიცი, ვინმეს თუ რა მეკითხვა გაქვთ, ამის ვიტყვი გაგცეთ პასუხი თუ არა და რა ვიცი, მე ამის თქმა მინდოდა გამიფრთხილებია ყველა უბრალოდ. სოფლიო პოლიტიკას გაგირჩევენ ახლა იგი. სოფლიო პოლიტიკას. ამ სოფლიოს ბედიღბალზე დაგელაპარაკებიან და იმაზე რა ქვია, ამერიკის და ევროპის ინტერესებზე დაგელაპარაკებიან და აგერ ყველა უბრალოდ რო ყავთ იმ ამერიკელებს დაჭერილი შენი 6 მოქალაქე რომლებიც თავის სამუშაოს ასრულებდნენ გემზე, ეს საჭირო იყო, იმიტომ რომ რუსული დროშით ყოფილა ის გემი. კარგი, ჩემო კარგიო, დაგემშვიდობებით და ირანთან და სხვა თემებთან დაკავშირებით ცოტა ხანში გაგესაუბრებით. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. გაუზიარეთ ეს მივიდეს იქნება ბოჭორიშვილის ყურამით.